გამარჯობა მეგობრებო, მე გახლავართ ნიკოლოზ თემურ-მიქაუთიძე, გავუბედე და იმის გამო რომ ვერ ვახერხებ თქვენ შეკრებას მიზეზსა და მიზეზთა გამო და ვერ ვახერხებ დიდი აუდიტორიის თავმოყრას ერთად რომელიმე ადგილას რომ ჩემი იდეა მოახსენო, ამისათვის გადავწყვეტე გამომეყენებინა Facebook-ი, მე-20 საუკუნის ეს ტექნოლოგიური მიღწევა და ამ გზით მომეტანა თქვენამდე ჩემი აზრი. არ მშვენია საერთოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ სხვის კედელზე რაღაც ციტატება, მაგრამ ეს საკითხი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ვიმედოვნებ რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გაგიბედეთ, გაგითავხებთ და ამიტომ მოვაწიეთ. და დამეხმარეთ. არაფერი თქვენგან არ მინდა იმის გარდა, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი, რამდენად მოგეწონებათ იდეა, რომელსაც მე თქვენ შემოგთავაზებთ. ჩემი გამოსვლა იქნება შემდეგნაირად აგებული. ესე იგი, პირველ ეტაპზე ჩვენ განვიხილოთ რა მდგომარეობაა საქართველოში ზოგადად და შემდგომ განვიხილოთ გზები, რომელსაც მე შემოგთავაზებთ, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის გაუმჯობესება. რა მდგომარეობაა ჩვენთან საქართველოში? ესე იგი, იმის მიუხედავად, რომ არჩევნები დაწყებული 1991 წლიდან, როცა ჩვენ დამოუკიდებლობას მივახციეთ, მეტნაკლებად ყოველთვის უფრო და უფრო დამოუკიდებლად, უფრო და უფრო დემოკრატიულად ტარდება, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვიღებთ მაინც დიქტატორული ტიპის მმართველობას სახელმწიფოში. და რატო ვიღებთ დიქტატორული ტიპის მმართველობას სახელმწიფოში? იმიტომ რომ რომელი პარტიაც არ უნდა ავირჩიოთ და რამდენი პარტიაც არ უნდა შევკრიბოთ პარლამენტში, ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს ვერტიკალზე მართავს ერთი პარტია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ფაქტობრივად არანაირ მონაწილეობას ამ საკითხში არ იღებენ. ეს რისი ბრალია? ალბათ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციის ასე ვთქვათ, მოუმწიფებლობით, როდესაც ჩვენ ველით მამამარჩინალისგან ყველაფერს გადაწყვეტას და არჩევნებსაც ყოველთვის ისე ვატარებთ ხოლმე, რომ ვიღაც რომელიც ეროვნული იქნება და რომელიც ხალხს ერზე სახელმწიფოზე იზრუნებს და თავიდან ბოლომდე მე ეს მიმაჩნია არასწორად, თუ არჩევნები ამ გზით გაგრძელდება და ამ მოდელით დავაკომპლექტებთ ხოლმე პარლამენტს, ჩვენ ვერასოდეს, ყოველ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც შედეგისთვისაც ჩვენ ვიღწვით. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, თამამად ვაცხადებ ამას, რომ ჩვენთან პარტიები ფაქტურად არც არსებობს, იმიტომ რომ არ არის რაც იდეოლოგიური მიმართულება, რომელი პარტიას რო კონდეს, სერიოზულად გააზრებული არ არის ის მექანიზმები, რომელი მექანიზმებითაც სახელმწიფო უნდა იყოს მართული და საერთოდ საით მიყავს საქართველოს და საერთოდ საით არის მისი განვითარების კურსი მიმართული. ჩვენთან არის მხოლოდ ერთი ადამიანის პარტია და თუ ეს ადამიანი რომელიმე მომენტში გადაწყვეტს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, პარტიას სამოყოლო ხოლმე პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს და ამიტომაც პიროვნებების გუნდები რომელიღაც ეტაპზე იღებენ უჩნდებათ ამბიცია, იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იპყრობენ ასე ვთქვათ ძალაუფლებას, ხელისუფლებას, მერე რა გზით როგორ სარგებლობენ ამაზე კიდე საკითხავია და სასაუბროა ძალიან ბევრი, თუმცა არც არის სასაუბრო, იმიტომ რომ ხედავთ ამას ყველაფერს. მაგალითებიც ამის ძალიან ბევრი გვაქვს, რომ წავიდა ერთი ლიდერი პოლიტიკიდან, ან აიძულეს ამ თავისინებით წავიდა და პარტია გაქრა. რამდენი პარტიაც კიდე ამის მაგალითი იმდენია. გაქრა ისე რომ პასუხისმგებლობა არც ქონია და არც აგებს პასუხს არავის წინაშე და ხვალინდელი დღეს შესაძლებელია ესეთი დადგეს. დღეს ისეთი ვითარება საქართველოში, რომ ამორჩეველი დაბნეულია, ფაქტობრივად ვერ აღკვევს რა უნდა გააკეთოს. ალბათ რომელიმე ამბიციის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, რომელიც მესამე ან მეოთხე გამოჩნდება, ალბათ ყველაზე უფრო უფრიანია აგინო აქეთ ნაციონალებს, აგინო იქით ოცნების წარმომადგენლებს, ხალხს შესთავაზოს საკუთარი თავი, მე არც ის ვარ, არც ეს ვარ, მე საქართველოსის ვარ და აი ასე ლოზუნგებით შესაძლებელია კიდევ მოიპოვოს რაღაც რაოდენობა ხმების პარლამენტში, მივიდეს და მერე გმართოს. მე ეს პერსპექტივა არ მხიბლავს, შემიძლია გითხრათ, რომ დიდს კარგს არაფერს არ მოველი, არც იმ არჩევნებიდან რომელიც დადგება და კიდევ ერთი მომენტი, რაც მინდა დავაფიქსირო, ესე ვთქვათ, ჩემთვის და თქვენთვის მნიშვნელოვნად არის ის, რომ ამ პიროვნებების ერთმანეთს შორის დაპირისპირება თითქოს ამის ნიადაგზე ერთს მიყავართ დასავლეთისაკენ და ორს მიყავართ ჩრდილოეთისაკენ, მიყავართ თუ არ მიყავართ და საით მიყავართ, ჯერ ესეც არავინ არ იცის, ხო, ფაქტობრივად ისინი ერთმანეთს აგინებენ და ამ გინების ფონზე ხალხი იყოფა, უპირისპირდება ერთმანეთს და საქართველოს მივიღეთ ფაქტობრივად სისტემა, რომელიც დეგრადირებადი სისტემაა და თუ ამ გზით გაგრძელდება, ჩვენ ყოველთვის მივიღებთ არაკონსოლიდირებულ საზოგადოებას, არამედ დაგსაქსულს, თანაც დაგსახსვის მიზეზი სულაც არ არის ის, რაც უნდა იყოს გაერთიანების მიზეზი საქართველოში, ხო?
კიდევ ერთი ისე დაფიქსირებაც მინდა დააკვირდეთ, როგორი სიმახინჯეა მაჟორიტარულ არჩევნებში. პოლიტიკურ არჩევნებში კიდე ჯანდაბას იქ ადამიანები იმის მიხედვით ამიანთ ერკვევიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროგრამაში დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერში ვერ ერკვევა, უმრავლესობა მომხმარებელობაში თავისთავად ცხადია, უბრალოდ სიმპათიების მიხედვით ირჩევენ ხალხს და მაჟორიტარული არჩევნებიც კი დამახინჯებულია იმ კუთხით, რომ დააკვირდით ესე წარმოიდგინა მინდა ნახეთ ცენტრი ავიღოთ. რატომ მოდის ახალმასტერებს ასე ბატონო გუჯა? ავიღოთ ცენტრში არის ერთი კაცის რომელიღაცა კაცის პარტია, რომელიც ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფიგურაა, ნებსით თუ უნებლიეთ რაღაცის გამო. რამოდენიმე პარტია და პოლიტიკური სპექტრი, ესე ვთქვათ, ამ კუთხით თავისი შეთავაზებებით, თავისი პერსონის შეთავაზებებით რამდენადმე იფსება პარლამენტში. დამატებით იფსება მაჟორიტარებითაც. და რაიონში არჩეული პიროვნება ფაქტიურად ან წარდგენილია რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ რაიონში. სამი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ სამი კანდიდატურაა დაუშვათ წარდგენილი. ან წარდგენილია, ან უშუალოდ ამ პარტიის წევრია და ფაქტობრივად გამოდის ისე, რომ ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ამ კანდიდატებიდან, ხო, წარმოადგენს ცენტრის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს რაიონში და არა პირიქით. ანუ ხშირ შემთხვევაში მაჟორიტარი, რომელსაც ჩვენ რაიონიდან ვირჩევთ, ჩვენი რაიონის ღირსება, სინდისი, ნამუსი, პატიოსნება, რა ვიცი, ადამიანობა, კაცობა, ინტელექტი, განათლება არ არის, არ წარმოადგენს ამას. ხშირ შემთხვევაში არის ისეთი შემთხვევითი ადამიანი, რომელსაც თავის პატივისცემელი ადამიანი, ამორჩეველი შეიძლება გვერდითაც არ დაუჯდებოდეს უფლას. ხო, ძალიან ბევრია ესეთი შემთხვევები და ფაქტობრივად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ, რომ პარლამენტი მერე ვლაპარაკობთ, რომ მოწყვეტილია საზოგადოებას, ისინი ხალხთან არ არიან, მათ არ აქვს ასე ზღუნვისწვეველი და არც ეკნებათ. იმიტომ რომ მას დასაწყისშივე ავალია, რომ ცენტრალური რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესები წარმოადგინოს რაიონში. ანუ ჩემთვის არ არის წასული, ამის მაგალითები ძალიან ბევრია. ხო, რას თავაზობთ მე, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს მდგომარეობა? დააკვირდით ყურადღებით, გეთაყვა. იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია, რომ ჩემს მიერ შეთავაზებული იდეა ბევრს მოეჩვენოს აბსურდად. თავისთავად ცხადია, მადლობა. დააკვირდით, მე ვარ მაგალითისათვის განვიხილავ ყვარლის რაიონის სოფელი ჭიკანი. გავავლოთ ხაზი. აქ დავხაზოთ ცენტრი, აქ დავხაზოთ რაიონი. ჩანს ნაწერი? არ ჩანს? ძალიან გვეცრად. აი, მაშინ რაიონი. ასე? არა. მაინც არ ჩანს? ყველა გამშვალია, კაცო. ყველა გამშვალი როგორ იქნება? ასე დერე გამშვალი. აი, ეს კარგია. კარგი, ეს ჩანს, ხო? ეს რაიონი. ჩემს რაიონში, ყვარელში, დავუშვათ, არის 15 სოფელი. მოდი ეს სოფლები დავხატოთ. და ასე შემდეგ 15. ჩემს სოფელში ჭიკანში არის 15 უბანი. ასეც არის დაყოფილი, უბნებად არის დაყოფილი. იმერლების უბანი ქვია, ეკლესიის უბანი ქვია, ორღობე ქვია და ასე შემდეგ. თითოეულ უბანში ცხოვრობს 40-50 კომუნი. თითოეულ ოჯახს სულ თავისუფლად შეუძლია საკუთარი ინტერესების გამოსახატავად, ესეც ასეც არის ბუნებრივია, რომელიღაც ერთ კაცს, ოჯახის კაცს, ესე ვთქვათ, სთხოვოს, რომ წარადგინეს ჩვენი ინტერესები უბანში. ანუ პირველი ოჯახი გამოყოფს ოჯახის კაცს.
ასეთი უბანში შეიძლება შეიკრიბოს 40-50 კაცი. მათ არჩევა არ უნდათ, ოჯახი თვითონ გამოყოფს. ოჯახი ატარებს ბუნებრივ არჩევებს. ზოგან შეიძლება გამოყონ მამაკაცი, ზოგან შეიძლება გამოყონ ქალბატონი, ზოგან შეიძლება გამოყონ შვილი, ზოგან შეიძლება გამოყონ ბაბუა და ასე შემდეგ. მნიშვნელობა მას არ აქვს, ჩვენ ოჯახის საქმეებში არ ვერევით, ისინი გამოყოფენ ერთ კაცს. ესეც საქართველოს ისტორიაში ყოფილა. ხო? აი ეს 40-50 კაცი უბნის საკითხებს თათბირით წვევს ხოლმე. ეს სასწაული არ არის, ახლა საერთოდ ლაპარაკობ, ეს ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა. უბანი იკრიბება, უბნის საჭიროებო საკითხებს წვევს. უბანს არ აქვს წყალი, უბანს არ აქვს საძოვარი, უბანს არ აქვს, ან როგორ გადაიხადოს დაუშვათ დაბადების დღე, როგორ გადაიხადოს კელეხი, როგორ რა გადაწყვიტოს. უბანი აი ამ პრიმიტიულ საკითხებს, რაც უბანს შეეხება, მადლობა ღმერთს ცენტრის ჩარევის გარეშე ჯერ კიდევ წვევს. თუ ასეთი 15 უბანია სოფელში, თითოეულმა უბანმა ამ ოჯახის კაცებიდან სოფელში, სოფლის საკრებულოში თვითონ შეუძლია წარმოადგინოს თითო კაცი. ანუ გამოდის, რომ სოფელში, სოფლის საკრებულოში თავს იყრის 15 კაცი. უბანი ვის წარმოადგენს ამ 50 კაციდან ოჯახის წევრებიდან? ალბათ ყველაზე მეწინავეს, ყველაზე კარგად მოაზროვნეს, ყველაზე ნორმალურს, ყველაზე ჩამოყალიბებულს, უბნის სინდის, ნამუს, ღირსებას, კაცობას, ადამიანობას, ეროვნულობას და უშუალოდ და ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს შევთანხმდით. ეს ძალიან ადვილია საჩივია, უბანი წარადგენს იმ კაცს, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ამას სოფელში, უბნის ინტერესების დასაცავად. თვითონ სოფელში, დაუშვათ ჩემთან სოფელში კანში, ვინაიდან 15 უბანია, 15 კაცი სოფლის საკრებულოში უკვე უბნის კაცი იყრის თავს. აი ამ სოფლიდან ამ 15-მა უბნის კაცმა უნდა აირჩიოს ერთი წარმოადგენელი რაიონში. როგორ ფიქრობთ, ეს ადვილია საჩივია? მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადვილია საჩივია და ჩემ თავში ეს მექანიზმი და შემდეგნაირად ეს 15 კაცი შეიძლება დაჯდეს, შეიძლება ფარული არჩევნებითაც კი, ისე როგორც აი ოქროს ბურთის პრეტენდენტს ვერჩევა ხოლმე, ხო? რომ ჩამოწერეთ 15-ვე კაცი და ყველა 15 იღებს მონაწილეობას არჩევნებში და ქულებს უწევს დაუშვათ ნებისმიერს ვისი ხილვა სურდა სოფლის კაცად დაუშვათ რაიონში. ხო? 15 უბნის კაცი ზის სოფელში, ასარჩევია 15-დან ერთი სოფლის კაცი, ვანაწილებ ქულებს ყველაზე მაგრად მინდა დაუშვათ აგერგია მიქაუტიძე, მიკერძოებას აკადემია გია მიქაუტიძე, ჩემი ძმა, ხო? მინდა რომ წავიდეს უწერ 15 ქულას. მეორე მინდა დაუშვათ საულე ლიფშიძე 14 ქულას, მესამე ასე და დაგროვდება ვისა ყველაზე მეტი ქულები და ბუნებრივად უკვე ყველაზე ახლოს ეს კანდიდატი, რომელიც სოფლიდან გადავა რაიონში, ყველაზე ახლოს იქნება ღირსების კაცთან, პატრიოტების კაცთან, რა ვიცი, რა ის რა ჩვენ მინდა ამას. თუ ჩემს რაიონში ასეთი არის 20 სოფელი, ამ 30 მნიშვნელობა არ აქვს. და რაიონის საკრებულოში სოფლის კაცი საუკეთესოდ შერჩეული მოიყრის თავს, დაუშვათ 20 კაცი, რაიონში შევკრებთ 20 სოფლიდან წარმოგზავნილ ყველაზე ღირსეულს, ყველაზე პატრიოტს, ყველაზე განათლებულს, ინტელიგენტურს და წესიერ ადამიანს. აი ამის შემდგომ ამ 20 კაციდან რაიონის საკრებულოს ასევე შეუძლია დაჯდეს და ერთი კაცი წარმოადგენოს ცენტრში რაიონის ინტერესების დასაცავად. აი ამ შემთხვევაში მაჟორიტარული არჩევნებით იმ მოდელით, რომელსაც მე ახლა გთავაზობთ, წარმოგზავნილი კაცი იქნება თუ არა ჭეშმარიტად რაიონის ინტერესების წარმოადგენელი ცენტრში. და არა პირიქით ცენტრის ინტერესების, რომელიმე პარტიის ინტერესების წარმოადგენელი რაიონში. ხო, აი ამ კაცს უკვე აღარ აინტერესებს ის ნაცების პოლიტიკა, ოცნების ხალხის პოლიტიკა და არც იმის წინ საქართველოს და არც შავპირიოდ ვაშაგანაზა და არავის პოლიტიკა არ აინტერესებს, ის დაგზავნილია რაიონიდან და რაიონის თხოვს მას პასუხს. საქმე რაშია? იმ შემთხვევაშიც კი თუ დაუშვათ რაიონის კაცი რაღაც მიზეზით
მიზეზის გამო არ დააკმაყოფილებს რაიონის პარლამენტში, არის ის, რომელიც მეორე ადგილზეა და რაიონის ექნება უფლება გამოითხოვოს ეს და წაგზავნოს მის მაგივრად სხვა. ასევე თუ სოფელს არ დააკმაყოფილებს სოფლის კაცის მოქმედებები, აქტივობები რაიონში საკუთარი ინტერესების დასაცავად, მაშინ მას შეეძლება გამოიწვიოს და ის, ვინც მეორე ადგილზეა სოფლის კაცად არჩეული, ის გაუშვას. ეს არჩევნები, რომელსაც მე გთავაზობ, არ ითხოვენ არანაირ ხარჯს, არ ითხოვენ არანაირ დაგვირებას, არ ითხოვენ არანაირ რაღაც ასაულებს და სავსებით წყნარად და ჭკვიანურად საქართველოს ყველა რაიონიდან ფაქტობრივად თქვენ მოუყვრით თავს მაჟორიტარების სახით დავარქვათ ერთ-ერთ პალატაში, წარმომადგენლობითი პალატა, ხო? რა ჯიბს. წარმომადგენლობით პალატაში მოუყრის თავს იმ ხალხს, ვინც ჩვენს ინტერესებს დაიცავს. მას სხვა გზა ყველა შემთხვევაში, უბრალოდ არანაირ შემთხვევაში არ ექნება. მან შენ ინტერესები უნდა დაიცვას თუნდაც იმიტომ, რომ მის უკან ჩასაფრებულია ხალხი, ჩასაფრებული კარგი გაგებით, მოლოდინშია, რიგშია, როგორც კიდაც, ვისაც შეუძლია შენი როგორც აგზავნის უფლებების არა, მოვალეობების შესრულება უფრო უკეთესად ვიდრე შენ შეგვიძლია. ესე იგი, ისმის ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კითხვა. ესეთი აბსურდული ისიც იყო რა, კითხვებიც. KGB უბრალოდ უშიშროება ვერ მოახერხებს ჩააჯინოს ამ შენ საარჩევნო მექანიზმში თავისი წარმომადგენლები. ჯერ ერთი სად მოახერხებს, რომელ დროში? ოჯახიდან იწყება საუკეთესო ადამიანების არჩევა, ოჯახის საუკეთესო ადამიანები, ოჯახის კაცები, უბნის კაცები, სოფლის კაცები, რაიონის კაცები და რაიონის კაცები უკვე თითო კაცი წარმომადგენელი პარლამენტში. რომელ ეტაპზე მოახერხებს, ჯერ კიდევ საკითხავია, თუ მოახერხებს და მოახერხოს. იმიტომ რომ თავის არჩევნზე ამომრჩეველი ნებისმიერ ეტაპზე არის პასუხისმგებელი, გინდა თუ არ გინდა მას უთვალთვალებს, თვალყურს ადენებს მის მოღვაწეობას და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს უკან. თუ ვერ შეძლებს და კისერს მოტეხს ეს ვიღაც ჩასმული რა ვიცი, მოატყუებს თავის ამორჩევებს, მოატყუებს ჯერ თავის ოჯახს, მერე ვიღაცამ უნდა მოატყუოს თავისი უბანი, მერე უნიდან წაგზავნა უნდა მოატყუოს თავისი სოფელი და ასე შემდეგ, მაშინ მოსატყუებელიც ყოფილა და მას წინ ვერ აღუდგები ვერანაირად. მაგრამ ყველა შემთხვევაში წარმომადგენლობითი პალატა დაფუძნებული იქნება იმ ხალხით, ჩამოყალიბებული, დაკომპლექტებული იმ ხალხით იქნება, რომელ ხალხსაც შენ ნებისმიერ დროს შეძლებ მოსთხოვო პასუხი. გარდა ამისა, რომ შენ მოსთხოვ პასუხს ამ შენს წარმომადგენელს პალატაში, ხო ზემოთ. გარდა ამისა, ამ ჩვენს წარმომადგენლობით პალატას ექნება უფლება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა, რომელიც იქნება ნახევარი პარლამენტში, ხო? რა ვიცი, მას მოსთხოვოს პასუხი. ან დაამოხუჭოს, ან უნდა მივცეთ ამის უფლება, ხო? ანუ იურიდიულად ეს მექანიზმი შეიძლება სულ თავისუფლად გაფორმდეს ყველა ეტაპზე. შეიძლება გაიწეროს ყველას მოვალეობები, ვის აქვს საკანონმდებლო უფლება, ვის აქვს აღმასრულებელი უფლება, ვის აქვს ესე ვთქვათ ხელფასი დანიშნული, ვის არ აქვს ხელფასი დანიშნული. ეს უკვე ძალიან მარტივი დეტალებია, მე მთლიანად მექანიზმი მოგახსენეთ. თუ თქვენ, ჩემო კეთილო ადამიანებო, ეს მექანიზმი მოგწონთ, ხო? მე ვიცი, რომ ამ მექანიზმს ახლა დღეს რომ შეიხედეს საპარლამენტო ინიციატივით, ესე ვთქვათ, საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში, ხო, კაცშვილი არ მოგაქცევს ყურადღებას და არავინ არ გეტყვის, ვა, რა კაი მექანიზმია, ზუსტად ის მინდა რომ წარმომადგენლებამ თავისი წარმომადგენელი თავის დეპუტატი გამოგზავნოს და მინდა ყველაფერი კარგად იყოსო, არავინ არ გეკეთებს ფაქტ, იმიტომ რომ ამ ცენტრში მყოფ პარტიებს, რომლებიც თავმოყრილები არიან თბილისში, ფაქტობრივად სულ რაღაც ალბათ 15 კაციანი, 20 კაციანი ჯგუფი მე გროვდება, აგროვებს თავის გარშემო, ხო ძალიან თავს ვიკავებ, ხო, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა ავანტიურისტებს, ხო და მე ეს ავანტიურისტები ბოდიში და კიდევ აბულებენ საზოგადოებას, ხო? აი ამ შემთხვევაში ეს აღარ გამოვიდეთ. უმტკივნეულოდ შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი და დღეს ისინი თავისუფლებით ამას არ მოგცემენ ამის უფლებას, მაგრამ არც გვინდა ამაზე დღეს საუბარი. მე მინდა კონკრეტულად ორ კითხვაზე, ძალიან მკაფიო კითხვაზე მომცეთ თქვენი დასტური. არის თუ არა ისე, როგორც მე დავასახელე დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში. პირველი, ამ ჩემი პირველი კითხვა.
დამიდასტურეთ ან უარყავთ. ან შეგიძლიათ საერთოდ მომწეროთ, რომ ეს აბსურდია, რასაც ვსაუბრობ. პირველი არის თუ არა მდგომარეობა საქართველოში ისეთი, როგორიც მე დავახასიათე. ანუ არის თუ არა, რომ პოლიტიკური პარტიები და პარლამენტი საერთოდ მოწყვეტილია საზოგადოებას და მის ინტერესებს არ წარმოადგენს და ცალსახად მართავს დიქტატურული მეთოდებით დემოკრატიული ფარდის ქვეშ, ესე ვთქვათ, საქართველოს, არის თუ არა ასე. მეორე, ამგვარი მოდელით არჩევნების ჩატარება, რომელსაც ხვალზე გველით გამოასწორებს თუ არა რამეს, მე დარწმუნებული ვარ, არაფერს არ გამოასწორებს. მესამე კითხვა, აი ეს მექანიზმი, რომელიც მე შემოვთავაზეთ, შეცვლიდა თუ არა პოლიტიკურ ვითარებას ძირეულად თანაც სრულიად საქართველოში. მივიღებდით თუ არა ამ გზით ჩვენი ინტერესების გამტარებელს პარლამენტში. და კიდევ შეიძლება ბევრი შეკითხვის დასმა, მაგრამ ეს თქვენთვის მომინდია, უკვე თქვენ თვითონ გააკეთეთ როგორც გენებრივი დასკვნები, შევძლებდით თუ არა მეკონტროლებინა ჩემს მიერ არჩეული პიროვნების მოქმედებები შესაბამის ორგანოში, რომელშიც ავირჩიე. მადლობა ყურადღებისათვის. თქვენ შემოგევლეთ კიდევ ერთხელ ჯერ არ გამართო. კიდევ ერთხელ მიხდი ბოდის რომ შეგაწუხეთ, მაგრამ თუ ჩვენი საერთო ინტერესებით დაინტერესებული ადამიანები ხართ და მე ზუსტად ამ გათვლით ვდებ თქვენს კედლებზე, რომ თქვენ ეს გაინტერესებთ, თქვენს კედელზე ამჩენს როლს და ველი თქვენგან, ასე ვთქვათ, გამოხმაურებას და რეკომენდაციას პასუხს. რა მოხდება მერე? სიურპრიზი იყოს, ძალიან საინტერესო სიურპრიზი მაქვს, ძალიან საინტერესო შემოთავაზება თქვენთვის. უბრალოდ მოცემულ მომენტში თუ 10-15 კაცმა მაინც თავისი აზრი გამოხატა, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთებას. მადლობა ყურადღებისათვის. ასე რომ გამოხმაურებას ველი. კაცი.